თუშეთში ესე გვაქვს ორი მთავარი მიმართულება: ტურიზმი და ტრადიციული მეცხვარეობა, მესაქონლეობა. ამ კუთხით უნდა მოხდეს განვითარება თავისთავად. მაგრამ ეს პატარ-პატარა ხელისშემშლელი ეს ხო ჯაჭვია, წეგანაც ვსაუბრობდით, რომ ერთმანეთია გადაბმული და თუ სადღაცა პრობლემა ჩნდება, ეს მერე ხელს უშლის მთლიან პროცესს და იგივე ტურიზმი, სადაც ხანმოკლე სეზონია თუშეთში, სადღაცა ივნისიდან სექტემბრის ბოლომდე და მაგ დროსაც ზოგჯერ არ არის, ან შეიძლება შუა სეზონში ჩამოიშალოს, ეს ხომ ძალიან აფერხებს სასტუმროს მეპატრონეს, იმიტომ რომ აკლდება მას ის გათვლილი რაც აქვს და ესეთ პირობებში შენ მოუწოდო კიდევ დამატებით სასტუმროს გახსნისკენ თუ რაღაცა სხვა სერვისებზე, არ არის ცოტა სერიოზული. სახელმწიფო უნდა იცას გარანტია, რომ იქნება ის სეზონი მაქსიმალურად ხელშეწყობით და მესაქონლეობა, მეცხვარეობაზეც იგივე პრობლემები, გასაღების პრობლემაც ხშირად დგას. მატყლი მე თვითონ პირველად რომ ნახე, მატყლს ყრიდნენ, წვავდნენ, მაშინ კიდე არ იყო ეროვნული ეს ჩამოყალიბებული ნაკრძალი და პარკი და ხდებოდა ასე, მაგრამ ახლაც ხშირად, იმიტომ რომ ჩამოტანა ხშირად უფრო ძვირიჯდება, ვიდრე იმის გაყიდვა შემდეგ. და რა უნდა ქნას მეცხვარემ, ეს ხომ არ არის მე-19 საუკუნე და მაშინაც კი ხელს უწყობდნენ. სხვათა შორის ამაზე ვფიქრობდი, რომ რუსეთის იმპერია, რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს, უფრო მეტად უწყობდა ხელს თუშებს, ვიდრე თანამედროვე დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობები, სხვადასხვა მთავრობები. ხელს უწყობდნენ იმაში, რომ მაგალითად მე-19 საუკუნეში პარიზში გაქონდათ ყველი და ყველანაირად ეხმარებოდა კონტაქტების მოძიება, თან მაშინდელი წარმოიდგინეთ გემით უნდა წაეღო და ასე არ არის რომ მაგერ მეცხვარეა, რაც უნდა ისქნას, იმიტომ რომ ისევ და ისევ ძალიან რთულ ჯაჭვთან მივდივართ, რომ რამდენი რამე უნდა გააკეთოს ერთდროულად, იქ გასაღების ბაზარი მოძებნოს, გზაზე ინერვიულოს, იქ ცხვარი, რომელიც ხან შეიძლება ვიღაცა დაესხას თავს მოიპაროს, იქ გზა არ იყოს და ასე რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ სახელმწიფო რამდენად ეხმარება თორემ ის ხალხი მე თვითონ გამოჩნდება. რომ ნახავე რომ აწყობილია და შეიძლება ააწყო კარგად საქმე ამდენი პრობლემის გარეშე. ახალგაზრდები რომ ვინც სკოლა დაამთავრა, არის რომ 1 წელი, 2 წელი ტრიალებენ სოფელში, შეიძლება მთაშიც მოსინჯონ, შემდეგ ხედავენ ამ პრობლემებს და არ არიან ისინი მზად, აღარ აქვთ ის ბმა, რაც ჰქონდა 100 წლის წინ თუ ხევსურსაც თავისთავად სხვა მხარეში, რომ ის ძაფები აღარ არის ესეთი მკაფიო და მკვეთრი. და ვერ დაიჭერ იმით რომ შენი პაპა შენი იქ ცხვარში იყო მთელი ცხოვრება და შენც ისე უნდა წახვიდე ვეღარ და არ მუშაობს ეგ. რაც უნდა ძალიან გვინდოდეს რომ გააგრძელოს თავისი წინაპრების გზა, არ ეგრძელებს, ერთეულები აგრძელებენ. ამიტომ რაღაცა თანამედროვე პირობების მოწყობაც არის საჭირო და შემდეგ მუშაობა და დარწმუნება რომ აგერ ეს პირობებიც არის და მეტად მოხდება იმათი დამაგრებაც იქ.